განათლება საფრთხეშია. ქართული ოცნების წინააღმდეგ ახალი საპროტესტო კერა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაჩნდა. ელინისტები, ფილოლოგიის მიმართულების პროფესორ, მასწავლებლები და სტუდენტები ქართული ოცნების წინააღმდეგ ქუჩაში გამოვიდნენ. ეს არ არის რეფორმა, ეს არის რეპრესია და ეს ისედაც ცხადი იყო შარშანო და შარშანწინო ცხადი იყო, ასე იქნებოდა. იმიტომ რომ რამდენჯერაც იყო პოლიტიკურ რეფორმებზე დისკუსია უნივერსიტეტში, ის ლექტორები, ის პროფესორები, რომლებიც ჩართულები იყვნენ ამაში, შემდეგ ხდებოდნენ პირდაპირ მუხარისმხარბლობის აზარალებს სამეცნიერო ტრადიციას, რომელიც არსებობს 1918 წლიდან. ეს განათლების რეფორმა რო იყოს, უნდა ემსახურებოდეს განათლებას. მიზანი უნდა ჰქონდეს, რაც თქვენ თქვით, განათლების გაუმჯობესება. ამისი მიზანი არ არის განათლების გაუმჯობესება, ამისი მიზანი არის მართლა პირდაპირ განათლების მოსპობა. პროტესტის კერა სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ის კორპუსი გახდა, რომელიც შესაძლოა კობახიძის გეგმით გაიყიდოს. მას მერე რაც სტუდენტებისგან შენობა დაიცლება, ოცნება თბილისის ცენტრში ჭავჭავაძის 13 ნომერში მდებარე კორპუსს გაყიდის. თუ დარგებს გააუქმებენ, შესაბამისად გეტყვიან, რომ იცით რა, ფუნქციურად დაკარგულია აზრი ამ შენობების და გასხვისდება და შემდგომ ის აღმოჩნდება ბიზნეს ინტერესებისთვის განკუთვნილი. საუნივერსიტეტო კორპუსების გასხვისებაზეც იყო საუბარი და მათ შორის ერთ-ერთი ნუსხაში ფიგურირებს ეს კორპუსით. შესაბამისად ჩვენ ვაპროტესტებთ ამ განათლების კერის მოსპობის მცდელობას. პროფესორები და სტუდენტები ქუჩაში ქართული ოცნების მიერ დაჩქარებული წესით შემუშავებულმა რეფორმამ და უნივერსიტეტებისთვის ავტონომიის წართმევამ გამოიყვანა. მავნებლურია სასწავლო წლების შეკვეცა და კორპუსების გასხვისება. გვეუბნებიან ლექტორები, რომლებიც წლებია ახალგაზრდების განათლებას ემსახურებიან. და რახან რეპრესიაში მოყევ, ესე იგი ძალა ხარ და არ უნდა დანებდე და არ უნდა გაჩერდე, ამას იმისი თქმა უნდა, ხო? ამიტომ მე მგონია, რომ ადამიანებმა ახლა კარგად უნდა გაიაზრონ, რომ ეს არის ბოლო შანსი იმისა, რომ გადავარჩინოთ თუნდაც განათლება, ოღონდ თუნდაც ცუდი ნათქვამია, განათლება არის მთავარი საყრდენი ჩვენი. დაბნოთ აქცევენ და მშვიდობას ეძახიან. ეს არის ჩემის აზრი ძალიან ცუდი რეფორმა, დეფორმა, როგორც არის ხალხში გავრცელდა, მოჩქარეს მოუგვიანდესო, სისწრაფით ვისთვის მიუღწევია და სახელმწიფოს გამოცვლა რო გვინდოდა 4 წელი მუშაობდით, გამოკითხვა ჰქონდა სტუდენტებში. სასურველ ფაკულტეტზე მოხვედრა აბიტურიენტებისთვის, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსების მოპოვებას ცდილობენ, რთული ან შეუძლებელი იქნება. 63 უნივერსიტეტიდან სწავლა მხოლოდ 19 სახელმწიფო უნივერსიტეტში დაფინანსდება. ახალი პოლიტიკის თანახმად ერთი ქალაქი ერთ ფაკულტეტს ნიშნავს, რომ თბილისში რიგი სპეციალობები მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში იქნება. შესაბამისად, თუ ვინმეს იურისტობა უნდა სახელმწიფო დაფინანსებით, ან თსუ-ში უნდა ჩააბაროს, ან უფასოდ ამ პროფესიას თბილისში ვერ დაეუფლება. პრინციპულად მიუღებელია, რომ ეხლა შეიძლება ეს კი მოეჩვენოს ვინმეს გადაჭარბებულად, მაგრამ მართლა ემოციურად ამას ვერ ვიტან, უბრალოდ მიუღებელია ის ადამიანები, რომელთაც სიტყვა კონცეფციის ამოკითხვაც კი არ შეუძლია ძალიან დიდი ბოდიში, არაფერს არ ვერჩი, მაგრამ ამ ადამიანებმა არ უნდა გადაწყვიტონ გრიგოლ წერეთლის მიერ დაარსებული ტრადიციის ბედი. ჰუმანიტარული დარგი ვერ ჩაეტევა 3-სა და 1-ში. მაშინ ის იქნება მხოლოდ სკოლის დონის მასწავლებლის აღმზრდელი უმაღლეს სასწავლებელი. და საერთოდაც მე მიმაჩნია, რომ ეს არის კატასტროფა, ერთი ფაკულტეტი ერთ ქალაქში. ეს არის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის იდეის დანგრევა. განათლების რეფორმა ისევ ბუნდოვანია. უნივერსიტეტებმა ისევ არიციან, რომელი პროფესიების სწავლების უფლებას დაუტოვებენ. ცნობილია ის, რომ მომავალ იურისტებს სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან მხოლოდ თსუ მოამზადებს, სხვა სასწავლებლებს ამის უფლება ჩამოერთმევათ. ეს კი ილიაუნის პროფესორებისთვის, ვინც სამართლის სკოლაში იურისტებს ლექციებს უკითხავენ, ნიშნავს, რომ სახელმწიფო უხეშად არღვევს კონსტიტუციას. ასე ხელაკრებით გადაწყვეტა იმის, რომ ერთ უნივერსიტეტს ჰქონდეს ერთი პროგრამა, ძალიან უნივერსიტეტის არსისთვის არის პრობლემური, იმიტომ რომ ინტერდისციპლინურობა არის მაგალითად მნიშვნელოვანი და ვერ შეძლებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ ხელაკვოტირების გაზრდას და მეორე ერთი აკადემიურ ხარისხის უზრუნველყოფას. თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებისაგან. ამ შემთხვევაში ჩემი აზრით სახეზე გვაქვს პოლიტიკურიც და ეკონომიკური ინტერესიც.
სადმივა ირაკლი კობახიძის დაანონსებული რეფორმა სტუდენტებსაც და პროფესორებსაც სჯერათ, რომ ამ რეფორმის მიზანი არა საზოგადოების განათლების დონის ამაღლება, არამედ მეტი ფულის შოვნაა.